რას გავაკეთებდი ახლა რომ ვიწყებდი ონლაინ ბიზნეს, რომელსაც მოაქვს $10,000 ყოველთვიურად. პირველი ჯერ ჩამოყალიბდებოდი, რაზე იქნებოდა ეს ონლაინ ბიზნესი. ვარიანტები: ინფობიზნესი, შენს ცოდნაზე და გამოცდილებაზე აგებული ბიზნეს მოდელი. ესეთები არიან ფსიქოლოგები, კოუჩები, ინგლისურის და სხვადასხვა ენის მასწავლებლები, მარკეტოლოგები და დღითი დღე ინფობიზნესი უფრო და უფრო ვითარდება. შემდეგ ეს არის ციფრული დროპშიპინგი, როდესაც სხვის ონლაინ კურსს ყიდი და ამაში იღებ რაღაც პროცენტს. მესამე affiliate marketing, როდესაც არა აუცილებელი ახლა კურსი გაყიდო, ნებისმიერ სხვა პროდუქტის გაყიდვაში იღებ რაღაც პროცენტს. მაგრამ აქ აკონტროლებ მარტო მარკეტინგს. ციფრულ დროპშიპინგში და affiliate marketing-ში საერთოდ არიცი რას ყიდი, არიცი მისი შიდა სამზარეულო, არ ხარ დარწმუნებული ხარისხში და თუ რა სერვისს აწვდის ის კლიენტებს. ინფობიზნესში კი აკონტროლებ ყველაფერს შენ. ეს რა თქმა უნდა არის ჩემი აზრი. ნუ რა თქმა უნდა, ქსელური მარკეტინგიც შედის ონლაინ ბიზნესში. რომელ კომპანიას აირჩევ, შენით გადაწყვეტე. მეორე, იმის შემდეგ როგორც კი ჩამოყალიბდებოდი, რას საქმიანობ, დავიწყებდი დღეში მინიმუმ 1 ვიდეოს ატვირთვას. კვირის გეგმა იქნებოდა შემდეგნაირი. თუ ერთ კვირაში 7 ვიდეოს გადავიღებდი, 5 იქიდან იქნებოდა ექსპერტული, რომელიც გაყიდდა ჩემს პროდუქტს ან სერვისს, 2 ვიდეო კი იქნებოდა ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მომეცვა. ამ 2 ვიდეოს შეგიძლია ისაუბრო ან ურთიერთობებზე, ან მოგზაურობაზე, ან ოჯახის წევრებზე, ან თვითგანვითარებაზე, მოტივაციაზე და დანარჩენი ვიდეოები უკვე, როგორც ვთქვი, 7-დან 5 დაუთმო შენი პროდუქტის გაყიდვას. და მესამე ნაბიჯი დავიწყებდი Facebook რეკლამის კარგად შესწავლას და რა თქმა უნდა გამოყენებას. გამოვყოფდი დღეში მინიმუმ $20 ბიუჯეტს და კვირაში დავატრიალებდი მინიმუმ 7 კრეატივს. გამოვავლენდი იქედან გამარჯვებულს და გავზრდიდი ამ გამარჯვებულის ბიუჯეტს. კვირიდან კვირამდე დაახლოებით 20-30%-ით. ასეთი მოქმედებებით დაახლოებით 3-6 თვეში ავიდოდი $10,000 ნიშნულზე ყოველთვიურად. თუ გაინტერესებს როგორ მოიზიდო, როგორც ორგანულად, ასევე ფასიანი რეკლამით მიზნობრივი აუდიტორია შენს ბიზნესში, მომწერე პირადში სიტყვა კონტენტი და მანდ დანარჩენი დეტალი გავაგრძელოთ.